ახლა ჩვენ ნინო კალანდაძე შემოგვერთება, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით და ევროპასთან ურთიერთობის მიმართულებით უმძიმეს ეტაპზე ვართ უკვე ჩვენი ქვეყნის არსებობის და ამავდროულად ამერიკასთან ურთიერთობები იმგვარ შიხში არის, რომელსაც ახლა ხელისუფლება აღარც მალავს რეჟიმი, ყავილაშვილის წერილი ამის დასტური იყო, მოგვაქციეთ ყურადღება, დაგვინახეთ და არავინ ვაშინგტონიდან არ სითხმა, არ სით ძახილი, როგორც ერთ კარგი ლექსი არის, ნინო მოგესალმებით. დიდი რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოდი აი ევროპასთან ურთიერთობების მიმართულებით ავიღოთ, რა ეტაპზე ვართ ახლა? ჩვენ ნახეთ რომ ითქვა თარიღი, უვიზო მიმოსვლა ჩამოიკიდა, ძალიან აქტიურები არიან რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა განსაკუთრებით კაცრი და აქტიური. რა ვიცით ამ დროისათვის, რა ეტაპზეა ეს ყველაფერი და რა როლს თამაშობს რეჟიმის დამატებითი ესეთი ავტორიტარული ნაბიჯები? დილამშვიდობის, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მაყურებელს. ვითარება არსებითად არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა, იმიტომ რომ თავარი რაც მოხდა ევროპის დედაქალაქებში და პოლიტიკურ ლიდერშიპში არის ის, რომ საქართველოს მოქმედ რეჟიმთან მიმართებით დიაგნოზი დასმულია და ეს დიაგნოზი არ გადახედილა. მცდელობას ჰქონდა ადგილი საქართველოს მხრიდან, რომ რაღაც კომპრომისული ვერსია მოენახათ, რაღაცნაირად აქედან რაღაც ვერსიები შეეთავაზებინათ. მიუხედავად ამისა, ევროპას ძალიან მკაფიოდ აქვს გააზრებული ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში ატარებს რუსულ ინტერესს და რუსული ინტერესები რეგიონში დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული და დასავლურ ინტერესებს გამორიცხავს რეგიონთან მიმართებით. შესაბამისად, აქ დიდი ლუფტიც აღარ არის დარჩენილი იმისა, თუ რაზე შეიძლება ერთმანეთში შეთანხმდნენ. დასავლეთიდან, მათ შორის ბრიუსელიდან მკაფიო გზავნილი იქნა გაჟღერებული, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი პირობებით და მეტნაკლებად დემოკრატიულ გარემოში. ეს ამავდროულად გამორიცხავს ივანიშვილის ინტერესს, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის დაუშვებელია ხელახალი არჩევნები განსხვავებულ პირობებში, იმიტომ რომ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის და მისი კლანი ძალაუფლებას დაკარგავენ და მათ შორის რუსეთი დაკარგავს გავლენებს საქართველოში. ამიტომ ეს ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობებია, რომელიც უკვე გულისხმობს იმას, რომ აქ რაიმე ტიპის კონსენსუსის მიღწევა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ხა კი, რაღაცნაირად ცდელობა არის, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებს ლეგიტიმაცია შესძინონ, რაღაცნაირად თვითონ ვიღაც მოიწვიონ, გარკვეული პარტიები დაითანხმეს მონაწილეობის მიღებაზე. არც ვლის ეს არსებით სურათს იმ პირობებშიც კი, როდესაც დასავლეთი სულ ითხოვდა, რომ მაინც არჩევნების გზით არჩევნები უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამისა, მოცემულ მომენტში არჩევნების მიმართ უნდობლობა იმდენად მაღალია დასავლეთში, რომ არავინ ამას ლეგიტიმურ ჩარჩოთ ამ ეტაპზე აღარ განიხილავს. ამიტომ ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ხა რითიც ივანიშვილი პასუხობს ამას, არის ის მან მოსინჯა სხვადასხვა გზა, როგორც ვაშინგტონში, ისე ევროპაში. მან მოსინჯა სხვადასხვა გზა და მისი ამოცანა იყო რა? მისი ამოცანა იყო, რომ დასავლეთს რაღაც გადაუგდოს, ან პოლიტპატიმრებით ივაჭროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ურთიერთობები შეინარჩუნოს თავისი პირობით. ანუ მან უთხრას, რომ მე ვარ აქ, მე მესაუბრეთ, ვინაიდან გაგაჩნიათ რეგიონში ინტერესები და საქართველოს თქვენთვის საკვანძოა, აქ ვინც არის, იმას ესაუბრეთ, მე შევინარჩუნებ ჩემ დიქტატურას, ამაში თქვენ ნუ ჩაერევით, სხვა რაღაცებს გაგიკეთებთ. ეს იყო ამოცანა. ამ პირობებზე არავინ არ წამოვიდა იქით ამ მხრიდან. პირველ რიგში და სწორედ მე ილუზიები არ მაქვს ახლა რომ რაღაცნაირად აქ სხვა მოლოდინები არსებობდა. პირველ რიგში სწორედ იმიტომ რომ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოში რუსული ინტერესების ჩაბეტონება. ეს არის რაც მათ განწყობებს ამ ეტაპზე განაპირობებს. ამიტომ ეს ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვა და უვიზო რეჟიმის შეჩერება მათი მხრიდან კიდევ რაღაცნაირად ერთგვარი ალბათ უიმედო, მაგრამ მცდელობა იყო, რომ მათ თქვან, რომ ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ. მათ შორის ქართულ ხალხს უთხრან, რომ ჩვენ ყველაფერზე დავთან. ისიც მოვითმინეთ, რომ თავსლავს გვასხავენ, ისიც მოვითმინეთ, რომ ყაველაშვილს ენით გველაპარაკებიან, ისიც მოვითმინეთ, რომ გვანძღავენ, გვაგინებენ, რაღაცებს გვატყუებენ, გვაბრალებენ, რომ რაღაც უბედურების კერავართ, მაგრამ მზად ვართ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ოღონდ საქართველოს არ დავკარგოთ და ქართულ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერეთ. ეხლა თუ ჩერდება ასოცირების
პროცესი, მაშინ ვერანაირ ვიზა ლიბერალიზაციაზე ლაპარაკი ვერ იქნება. თუმცა ამავდროულად არის რაღაც მინიმალური, აი ძალიან შედარებით სუბუქი, არა ახალი არჩევნები, არა რაღაც ნაბიჯების სულისკვეთების დონეზე ნაბიჯების ერთობლიობა, რაც ივანიშვილს ალბათ შეუძლია გადადგას, რასაც იქიდან აუცილებლად შეხვდება შემხედრი ნაბიჯები. უბრალოდ პირიქითა სულისკვეთებას ვხედავთ. ხო, აი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ეს ნაბიჯები. ანუ ეს მიუთითებს ძალიან მკვეთრად განსაზღვრულ გზაზე, არჩევანზე, რაც ივანიშვილს უკვე გაკეთებული აქვს, ხო? ზუსტად ეს არის ირაკლი, ისინი რასაც ითხოვენ, ისინი არ ითხოვენ ჩვენგან მართლა გასაოცარ დემოკრატიას, არც უკრაინაში ასეთ დემოკრატია და არც მოლდოვაში. ისინი არ ითხოვენ ჩვენგან, რომ ჩვენ ახლა ერთი დღიდან მეორეზე უცებ გავხდებით რაღაც ადამიანის უფლებების დაცვის ეპიცენტრი. მათთვის მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს პოლიტიკური ნება. ანუ პოლიტიკური ნება გაცხადდეს, რომ ჩვენ ვართ ფუნდამენტურად ევროპელები და ჩვენ მზად ვართ, რომ რაღაც ტიპის თამაშის წესებზე შევთანხმდეთ იმისთვის, რომ საქართველოს წინ წავიდეს. სხვა ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს ამ წუთას ევროპას. ამიტომ თქვი უტრირებულად, რომ მართლა ყველაფერზე თვალს დახუჭავენ, ოღონდ ახლა მინიმალური პოლიტიკური ნების ცვლილება დაინახონ. ახლა პოლიტიკური ნების ცვლილება კი არ ჩანს, არამედ დეკლარირებულად ჩანს, რომ როდესაც უნდა ვადა ამოწურულიყო ამ რაღაც ტიპის პირობის ზუსტად ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გააძლიერეს სასამართლო პროცესები, დამატებით გამართეს პოლიტიზირებული პროცესები, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დააპატიმრეს, კიდევ უფრო მეტი პოლიტპატიმარი შეძინეს საქართველოს. ანუ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა მათი მხრიდან იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ აქ ევროპას არ მივიღებთ. დასავლეთის ადგილი აქ არ არის, ეს არის ფუნდამენტურად რუსული გავლენის სახელმწიფო, უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ მე მელაპარაკოთ, თუ გინდათ რომ აქ პოლიტპატიმრები არ იყვნენ. აი ეს რაღაცნაირად ქუჩურად ესაუბრება, რაც ჩემი გადმოსახედიდან საქართველოს რო აზიანებს თავისთავად ხადია, მაგრამ ამ მოცემულობით ივანიშვილსაც აზიანებს, იმიტომ რომ ის რაც მათ გუნდში ხდება, შემთხვევითი არც ეს არ არის, ხო, ფაქტია, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ რაღაც არ ვიცი, უგონოდ თრალი პოლიტიკოსები მათსავე მიღებებზე და რაღაც ალკეული პირები, რომლებიც გაშვებულებია. ისტერიკის ნიშნები ჩანს. მინიმუმ ნიშნავს, რომ იქ არც თუ რიგითი წევრები არიან ცუდად ამ მოცემულობაში, იმიტომ რომ არიან რაღაც ტიპის სტრესის ქვეშ, ფაქტია და გარეთ აღარ გაესვლებათ, არც აქედან უშვებს არავინ, იქაც არავინ იღებს. არიან ცუდად, ხო? ნუ აუცილებლად მინდა რომ შევეხოთ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის მიმართულებაზე. არის ალკე ამერიკის მიმართულება და ყაველაშვილის წერილი ვნახეთ, რაღაცა უნდა ვაღიარო, რომ ასეთ არაფერი არ მინახავს. რაღაც ყურადღების მიქცევის საშუალება. თან არც ყაველაშვილის დაწერილი წერილა და არც ტრამპი არ წაიგითხავს ამ წერილს. საერთოდ რას ემსახურებოდა ეს წერილი, რომ ვერ გაიგებ? ხო, ეს სად მოდის და სად მიდის ვერ გაიგებ. ეს არის ალბათ ყველაზე საკვანძო საკითხი, იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით ეს არ არის ტრამპის თვალისთვის და ყურისთვის განკუთვნილი წერილი, ეს არის შიდა მოხმარების წერილი, რომლითაც საბოლოო ჯამში ისევ არ ვიცი, ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ნუ აი ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი გამოგვდის, იმიტომ რომ ტრამპი დიპ სტეიტის გავლენის ქვეშ არის, ანუ აი ამ სენტიმენტს ყვებავენ, რომელიც არც ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და არც ყაველაშვილის ეს ანტიდასავლური ტექსტები და არ ვიცი, თქვენ კი ნახავდით და ალბათ რაღაც ნაწილი მოსახლეობისაც ნახავდა, რომ აი მაგალითად ეხლა ჩინური რიტორიკა აბსოლუტურად იდენტურია. იგივეს ლაპარაკობს, რასაც ივანიშვილი ლაპარაკობს, იგივეს ლაპარაკობს რაღაც ოჯახურ ღირებულებებზე, იგივეს ლაპარაკობს ამ LGBT საზოგადოებას. მოკლედ აბსოლუტურად იდენტურია ყველაფერს აქ. ერთი წარმომავლობა და ამ მიზანი არის ის, რომ დიქტატურა გამყარდეს და დიქტატურის სანაცვლოდ, ანუ რატომ ყარდება დიქტატურა, ამით გამართლდეს. რასაკვირველია ტრამპი ამ წერილს არ წაიკითხავს, რაც ამით რაღაც ივანიშვილმა თქვა, არის ის, რომ ნუ მე ახლა ვცადე, იქ არ გამომივიდა, რუსებმაც ვერ დამილაგეს, ამიტომ მე ახლა დონესაც დავწევ. იმიტომ რომ მათ იციან რომ ყაველაშვილი არავინ მათვე იციან რომ ყაველაშვილი არავინ არ არის სპეციალურად შეარჩიეს ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი რომელიც არავინ არ არის რომელსაც სერიოზულად არავინ მიიღებს რომელიც ფორმალურადაც ან კონსტიტუციურადაც არ არის ტრამპის შესაბამისი საპირწონე და პროტოკოლარულადაც მაგრამ შინაარსობრივად სულთად არავინ არ არის ხო არა თუ ტრამპი არ წაიკითხავს ამ წერილს არამედ საერთოდ რომ წაიკითხავდეს არაფერს არ ნიშნავს შიგნით რა წერია იმიტომ რომ ყაველაშვილი არავინ არ არის მათ შორის ქართული გადმოსახედიდან და ამიტომ ბუნებრივია რომ არანაირ ავტორიტეტით არც ერთ პლატფორმაზე არ სარგებლობს ეს არის მიზეზი რატომაც ახლა გადაწყდა რომ ისწავიდეს გაეროში იმიტომ რომ სუნთლად უნდა რაღაცნაირად
რაღა ისევ კობახიძეს დაცინონ, ბარემ ყაველაშვილს დაცინონ, ვისაც ისევ დაცინიან. ჩამოართვეს, ახლა ბარემ ყაველაშვილს არ ჩამოართვა ხელი და არა ხო, ბარემ ყაվել და ხო, კი ბატონო და ბარემ ყაველაშვილს ალაპარაკონის რაღაც ისვრელები, რაც უნდა ილაპარაკოს და თან ქართულად რომელსაც ვერ გაიგებს. მადლობა ძალიან დიდი. ნინო მადლობა. კალანდაძე იყო ჩვენთან ერთად, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, ნინოს თანამშრომლები.